გამარჯობათ მეგობრებო, დღევანდელ დღეს სტუდია რუიანიდან მხოლოდ მე გაუძღვები გადაცემას, რადგან ჩემი თანაწამყვანი გეგა ხვედელიძე საქმესთან დაკავშირებით თბილისშიც არ ბრძანდება და აქედან მოვიკითხავ. ჩვენ ვაგრძელებთ რა თქმა უნდა მაუწყებლობას და თქვენთან ერთად ვიქნები დაახლოებით ალბათ 50 წუთის განმავლობაში. პირველ რიგში მინდა მოვიკითხო როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ემიგრანტები, ჩვენი ტკივილი, სიკეთე და წარმატება მისურვებია მათთვის, დაბრუნება, რა თქმა უნდა, სამშობლოში. ასევე მინდა მოვიკითხო სნეულები, ავადმყოფები და უფალი შეეწიოთ მათ ჯანმრთელობას, გამოაჯანმრთელონ ეს ადამიანები, გამოაჯანმრთელოს და რა თქმა უნდა აი ეს ქმედითად, რაც მათ ჩანაფიქრი აქვთ, რაც მათ სურვილები ქონდათ აქვთ, აი ის განეხორციელებინოთ. ასევე მოვიკითხავ პატიმრებს, რა თქმა უნდა, რომელთაგან გადავსებულია საპატიმროები და გამძლეობა, სიკეთე მისურვებია მათთვის. არ შეიძლება არ გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომით, კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვთა შესახებ მოვლენებს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, პატივცემულებო, მადლობით დავიწყებ. და მადლობა ჩვენთვის არ ახალია. მადლობა უფლის მიმართ, უპირველეს ყოვლისა, რომელმაც აი ესეთი დიდი შემწეობა, რა ვიცი, თვალის ახელა გნებავთ, რაც სახეზია, ასეთი შეწევნით იმოქმედა და თვალი აეხილა მათ, ვისაც უნდა ახელოდა. მე არ ჩაუღრმავდები, მეც არაფერს არ ვიტყვი აბსოლუტურად, რაც არ უნდა მათ ეს რა ნაბიჯიც გადადგეს. უფრო სწორად რა ნაბიჯსაც გადადგამენ ალბათ, რადგან დღეს გამოსული მშობლები შეხვედრიდან გაცილებით იმედიანად ბრძანდებოდნენ და ეს ჩვენ კი არ გვაიმედებს, მხოლოდ გვახარებს და გვაბედნიერებს. ოღონდ ბავშვებისთვის იყოს, რა თქმა უნდა, ის ნაბიჯი გადადგმული, რაც მათ გამოიხსნის და სიცოცხლეს, ასე ვთქვათ, აჩუქებს მრავალი წლით, რა თქმა უნდა. და ეს იქნება მთელი ქვეყნის ბედნიერება. აქ დავსძენ, რომ აი ესეთი დიდი ძალა აქვს, რა თქმა უნდა, ერთობას, სოლიდარობას, თანაალმობას, აი ამ დიდ პროტესტსაც თქვენი ჭირიმეთ, რომელიც ასე უწყვეტად მიმდინარეობდა და აქ ჩართული იყო არაერთი ადამიანი, მრავლობითი იყო ეს აქციები და ასევე სატელევიზიო სივრცე ჩვენი მხრიდან, რაც არაკლებდა, რა თქმა უნდა, აი ამ სოლიდარობას და რა თქმა უნდა, თანაალმობას. შედეგიც სახეზია და ვიცოდეთ ჩვენ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მადლობა უფალს ყოველივისათვის, რომ ამ ადამიანებს თვალი აეხილა და მე მათ უსურვებდი ოფიციოს, რომ ეს თვალის ახელა საქმედ გადაქცეულიყოს და რა დაპირებაც გასცეს, არ აღმოჩნდეს იმ დაპირების მსგავსი, რა დაპირებაც არაერთი მოგვისმენია, მათგან აღარ დავკონკრეტდები, ძალიან კარგად იცით. დღეს მინდა ციტირება მოვახდინო ბატონი პაპუაშვილის გამოსვლიდან ერთ-ერთი ციტატა, ესეთი წინადადება და წავიკითხავ თქვენის ნებართვით. ესე იგი, შალვა პაპუაშვილი ბრძანებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურებაო. განა უნდა ემსახურებოდესო, ემსახურებაო. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაო. გაგეღიმათ ალბათ თქვენს და კი მაგრამ სად ვხედავთ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს? რომელი და რა დროს და რა ნაბიჯი ვიხილეთ? ჩვენ გნებავთ აფხაზეთის მიმართულებით გადადგმული. გნებავთ სამაჩაბლოს მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და გნებავთ
რუსეთის მიმართ, რუსეთისაკენ არა ისე, როგორც ეხლა მავან სურთ, რომ მოთარგმნონ და ჩასაფრებულების საყურადღებოდ ვამბობ. არა, ბატონებო. საუბარს ალტერნატივა არ აქვს, როცა შენი ქვეყნის ინტერესების მაქსიმალური დაცვით და არა კონფორმიზმით და არა ისეთი ვაჭრობით, რომ შენი კეთილდღეობა მოიწყო ქვეყნის უბედურების ხარჯზე, არა. უკომპრომისოთ იქ, სადაც კომპრომისი არაა საჭირო, დიახ, და არ დაიშვება. აი ასეთი ურთიერთობა და არა რაღაც კუკუდამალობანა, აბა რა დავარქვა ხომ? კონკრეტულად, აი ასეთი ნაბიჯებიც ვერ ვიხილეთ ჩვენ. თუმც კი ვიხილეთ რაღაც მტრის ხატებს ეძებენ, ეხლა რუსეთი აღუნიშნე და არ შემიძლია არ გავიხსენო კვლავ გულბაათ რცხილაძის დაკავება, რომელსაც ვერ უმტკიცებენ, ბრალდება კი წაუყენეს, მაგრამ მტკიცებულება არ არსებობს იმისა, თუ რაში ძდებენ ბრალს. ბრალი დაუმტკიცებელია, თუმც კი ეს ადამიანი ორ თვიანზე უკვე გაუშვეს, იზოლატორში ყავს, ეს სამარცხვინოა. ნამდვილად სამარცხვინოა, მინდა გითხრათ. ეს პიროვნება რომ ბრძანებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა ხო პირველ პუნქტად რა. ანუ ჩვენი საგარეო ვექტორიო საშინაოს ექვემდებარებაო და საშინაო კიდე ეს არისო, ხო აკონკრეტებს. ტერიტორიული მთლიანობის კენ გადადგმული ნაბიჯია თქვენი ფართოდ გაღებული ჭიშკარი? თვითონ აქ შიგნით თბილისში და არა მხოლოდ დგას საფრთხის ქვეშ, რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმყოფადობა. გასაგებია რამხელა გადინებაა ქართველთა, ხო? შრომით ემიგრანტად აქციეთ ლამის მთელი საქართველო და ეკონომიკური ინდექსებით კი манипуლირებთ. გარეჯი რომ გადააფორმეთ, ესაა ტერიტორიული მთლიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი? ტანდემში ორივე ხელისუფალმა და თქვენ არანაკლებად, რა თქმა უნდა, სრული კონფორმიზმით, რომ აი ელემენტარულად აი საერთოდ რომ არიჩენთ ესეთ კითხვის ნიშანსაც კი რომ არ აჩენთ, იმდენად მყარადა გაქვთ ეს გადაწყვეტილი და მეზობელ სახელმწიფოზე აქვს საუბარი, ხო? მეზობელ სახელმწიფოსთან არანაირი მსგავსი, ასე სრული კაპიტულანტური პოზიციაა ეს, მინდა გითხრათ, ჩემო პატივცემულო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. იცით, საუბრობთ ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტზე და ამ დროს არ შემიძლია არ გავიხსენო ძალზე დამაზრზენი და ძალზე დაი როგორ გითხრათ, შეურაცხმყოფელიც განცხადებები ოფიციოზისაგან, რომელნიც ბრძანებენ, რომ და კონკრეტულად ოცნების პრემიერი, რომ მოლდოვა და მისი აღმატებულება, მართლა მისი წარმომადგენლობა, მისი ერი, რასაც წარმოადგენს, ხო, მისი უმრავლესობა, რა გადაწყვეტილებასაც ღებულობს, თურმე ეს ყოფილა დასაცინი და ცინიკურად ეპყრობიან აი მოლდავის პოზიციებს, სადაც უმრავლესობა რაღაცა მნიშვნელოვანი თუ როგორ გითხრათ, რაც გნებავთ ის დავარქვათ, დიდი საზოგადოების დიდი ნაწილი, აი ფიქრობს სწორედ ისე, როგორც მიაჩნია მას თვისი მომავალი თავისი სახელმწიფოებრივი. მოლდავა ევროპაშია და გავიხსენოთ მისი გეოგრაფია. და საერთოდ რუმინეთთან კავშირზეა საუბარი, ალბათ მიმიხვდით ხომ ტელემაყურებლებო, რომ ახლა რუმინეთთან შეერთება, ესე იგი სუვერენიტეტს კარგავს და აი ჩვენ როგორ არ უნდა მიუბაძოთ თურმე და როგორ მყარად ვდგავართ ჩვენ ეს სუვერენული სახელმწიფო. ჯერ ერთი მრავალგზისა გვაქვს ნათქვამი, რომ სუვერენიტეტი აბსოლუტურად სხვა რამაა, ვიდრე თქვენ მიგაჩნიათ და ვიდრე თქვენს ხელში იმყოფება ეს სუვერენიტეტი, თუნდაც აი რაღაც ნატამალი ამისა. სუვერენიტეტი, რასაც წარმოადგენს, ამაზე ცოტა მოგვიანებით, არადა ნამდვილად ხშირად გვითქვამს თქვენთვის. მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს თქვენ არ იცით, მაგრამ თქვენ ხომ საჭიროებისამებრ პოლიტიკოსები ხართ.
თქვენ ხომ კონფორმიზმისამებრ პოლიტიკოსები ხართ და ქოთანს როგორც გინდათ და საიდანაც გნებავთ ყურს იქიდან აბავთ. კი ეს არ იყიდება ქართველ ბრძენ მოსახლეობაში უკვე დიდი ხანია და ნაცარსაც აღარ იყრიან თვალში და ყველაფერი საცნაურია, ყველაფერი ნათელია, ხელის გულზია. მაგრამ ის რომ ეხლა რუმინეთისა და მოლდოვას ურთიერთობა ერთ ოჯახურ ურთიერთობას აგავს, იცით? ეს ერთი ენობრივი რომანული ენის ჯგუფია. ერთ ენაზე საუბრობენ ლამის და იქ შეიძლება კუთხე კილოკავი და კუთხური იყოს რაღაც ნაირ სახეობა, სხვაობა, მაგრამ ერთი ენაა ძირითადად, ერთი კულტურაა და ეს ერებიც ეს ორივენი ერთ სახელმწიფოდ იყვნენ, მათ თანაცხოვრების დიდი გამოცდილება აქვთ. 1918 წლამდეც ეხლა რომ არ წავიდეთ 1859 და ასე ვთქვათ ნიშნულები რომ არ მოვზომოთ, რადგან ეს არ არის ეხლა ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემა. 1918-მდეც და საერთოდ 1918 წლიდან 41 წლამდე 1940 წლის ჩათვლით სრულიად ერთ იურისდიქციას და საზღვრებს წარმოადგენდნენ ეს ორივე, ასე ვთქვათ, ერი. უაღრესად მონათესავენი ერთი, რა ვიცი როგორ გითხრათ, ალბათ ერთი ერის შემადგენლობა. დიახ, შემდეგ მოხდა მერე მოლოტოვ-რიბენტროპის ცნობილი პაქტის შემდგომ, საბჭოთა რუსეთმა, დაიპყრო, შემოიერთა მოლდოვა და განაცალკევა, ცალკე რესპუბლიკის სახით, ასე ვთქვათ. თქვენ კონკრეტულად დღეს მოლდოვა რასაც აპირებს, მასზე სასაუბრო ნამდვილად არ გაქვთ და უფლებაც არ გაქვთ და აქ გავჩერდები. შინაურ საქმეებს მიხედეთ, რადგან ესენი რას გადაწყვეტენ, ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის. შეიძლება გულის ტკივილი გამოვხატოთ, ოღონდ საფუძვლიანი, სიხარულით საფუძვლიანი. რაც შეეხება ბატონი პაპუაშვილის თქმით, მეორე პუნქტს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა უსვამს ხაზს, რომ ამას ემსახურებაო ჩვენი საერთოდ საგარეო ვექტორი და მიმართულებებიო, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე ალბათ ვერ ფოკუსირდები მთლიანობაში, რადგან აქ ძალიან ბევრი ფორმატი დაგვჭირდება იმ ჩამონათვალისა და გამო, რაც მათ მოიმოქმედეს მთელი 14 წლის განმავლობაში. რომ სანთლით საძებარია ის პოზიტივი და ის სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ის სამომავლო სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რის შედეგებსაც დღესაც უნდა ვიმკიდეთ წესით დადებიც და რა თქმა უნდა სამომავლოდ უნდა იყოს კიდევ ეს საკმაოდ კეთილსაიმედოდ გამოჩენილი, მაგრამ არა ბატონებო. მხოლოდ ზიანი, მხოლოდ რა ვიცი, აი ქაოსი, ვაკხანალია, რაღაც ტრაგიზმი მეფობს საქართველოში სოციალური კუთხით, რომელ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე გაქვთ საუბარი. დანოსშიკების სისტემა რო შექმენით, აი ეს კანონი რომ მიიღეთ, ეს ვიცით ხომ რომელ პერიოდში და კონკრეტულად საბჭოთა პერიოდში როგორ იყო და რანაირად იყო, ხომ? აი, ამიტომ ხართ იდეური გამგრძელებლები ამ ბოლშევიკებისა. დანოსშიკების სისტემა როგორ უნდა შექმნა იმ ქვეყანაში, რომლის მერე მანიპულირებ თურმე რომლისთვისაც მხოლოდ კეთილდღეობა გემეტება და მისი კეთილდღეობისთვის ზრუნავ დღენიადაკ. ან ის არის კეთილდღეობა ჩვენთან მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, როცა მხოლოდ ფასები იზრდება, ჯარიმები იზრდება, სამათხოვრო სოციალური დახმარებები და იქიდანაც ხსნით ადამიანებს, რომ მერე თქვენს ილუზიებში არჩევნების პერიოდში კიდევ მოიმატებს, რა თქმა უნდა, რაოდენობა და კიდევ დააკმაყოფილებთ. პენსიები გავს პენსიას. სამომხმარებლო კალათა როგორ განსაზღვრეთ ესე უნამუსოთ და ამბობთ რომ წინ ვართ.
100 ლარით განგესაზღვრა თქვენდალოცვილებო ადრეც არაერთხელ გითხარით 100 ლარით ეს სამომხმარებლო კალათას არსებო მინიმუმი და ამერიკასაც გაუსწრებდით მართლა პირველ ადგილზე იქნებოდით მაგრამ ეს სიცრუის ტირაჟირება ეს ცრუ ინდექსებია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა თუ ის დალეწილი ახალგაზრდებია მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა ბატონ პაპუაშვილს მიუმართავ და ამ დროს რა თქმა უნდა განზოგადებული სახეა კაცო მაგ ერთნი არიან საპატიმროები რომ სავსე გაქვთ გადავსებული და აი ამ ინდექსს არასახელებთ სწორედ აი ამ კუთხით მოწინავენი რომ ხართ ეს არ გაწყობთ ესაა მოსახლეობაზე ზრუნვა კიდევ რა ჩამოთვლის მე წეხან შემთხვევი და არ მithქვამს რომ აქ ორი ფორმატი იქნებოდა საჭირო მაგრამ სტუდიაში აქ ამ სტუდიიდან არაერთი გამომსვლელი ყოველთვის შეგახსენებდათ და შეგახსენებთ აი იმ ნაბიჯების შესახებ რა ნაბიჯებმაც სწორედ აი ესეთ სავალალო დღემდე მოიყვანა ჩვენი ნებისმიერი კუთხე კუნჭული დედაქალაქი თავისი რა თქმა უნდა ყველა სფეროთი თავისი ყველა ამპლუით თითქმის შეიძლება ითქვას მე მინდა ერთი ყურადღება გავამახვილო კიდევ თქვენი ამ ბოლო დროს ესეც პაპუაშვილის ასე ვთქვათ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის ლეგენდიდან თუ მითიდან რომ მათ შექმნეს დეპარტამენტი მოგეხსენებათ დეპარტამენტი რომელიც გამოიძიებს სოციალურ ქსელებს ინტერნეტს ჩასაფრებულნი ერთგვარი სამსახური შექმნეს რომ თურმე სიძულვილის ენა უნდა აღმოხვრან და რა თქმა უნდა შესაბამისი ღონისძიებებითაც გამოირჩევიან იქ თუ არ მოეწონებათ ადამიანის გამოთქმა ეგ სიტყვების პოლიციის მსგავსი გახსოვთ ხო როდის დაანონსეს ეხლა უკვე ჩამოყალიბდნენ და შეიქმნა დეპარტამენტი შეიქმნა განყოფილება რა ვიცი რაც არის მეგობრებო ამ ინოვაციაზე მე ესეთი რამ მინდა გითხრათ საგულისხმო ეს ამ დეპარტამენტის საქმიანობა არ მოემსახურება მხოლოდ იმას რომ დღევანდელ დღევანდელმა ოფიციოზმა თავისი ოპონენტების დევნა განახორციელოს მხოლოდ მუქარა დაშინება დაჭერა და ასე შემდეგ მხოლოდ ამას არ მოემსახურება თუმცა კი ესეც სრულიად საკმარისია რომ თვითონ პროფილი აი ამ კანონშემოქმედებისა საკმაოდ ამაზრზენად და როგორ გითხრათ არა თანამედროვედ არა დემოკრატიულად არა კაცთმოყვარეობის კუთხით აი ყველაფერი რაც დადებითია აბსოლუტურად რომ ვერ შეუსაბამებ ამ კანონს ეს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით და სიძულვილის თესვის მომასწავებელია ესაა თვითონ სიძულვილის თესვა არა სიძულვილის ენის აღმოფხვრა რაც თურმე გაღელვებთ და გსურთ პირიქით ეს გახლავთ სიძულვილის თესვა საზოგადოებაში სელექცია შემდეგ ხომ სელექციური სამართალი აბა ეხლა თქვენ ვინ მოგთხოვთ პასუხს და მეორე კიდევ საგულისხმო აღვნიშნე მე და მინდა გითხრათ და გავამახვილო თქვენი ყურადღება ეს კანონი თუ მას კანონი შეიძლება უწოდოთ ეს დეპარტამენტი მოემსახურება ასევე ლიბერალურ და ულტრალიბერალურ ჯგუფების რეანიმაცია რეგენერაციას დიახ კიდევ ხელმეორე დაყვავებას 1 ივნის შემოვიდა წმინდა ნინო შემოვიდა კაცო 1 ივნის დიდება და ევედროს ღმერთსა ჩვენთვის მაგრამ 1 ივნის ამათვის შემოვიდა ეს კანონი შემოიტანეს და იცით რა ძალაში უცებ პირველ დღესვე სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ აქტივისტები, ახალგაზრდები, ნუ ადამიანები, რა ვიცი, ზოგიერთი ალბათ ადამიანის მსგავსი არსებაც, ესეც კი შეიძლება კომპლიმენტი იყოს მათთვის. რომ აი ზოგი ყელს გვაჩვენებდა რაღაც აი
კერძსა დაიხატოს სვირინგი თუ ასე შემდეგ გამოირჩეოდნენ თითქოს კითხვით მიმართეს საზოგადოებას და ასეთ ადამიანს ახლა ტრადიციული ღირებულებების მქონე ქართველი და გნებავთ არაქართველი როგორ მიმართავდა სოციალურ ქსელში მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ბილდ სიტყვაობის რა თქმა უნდა გაცილებით მეტად ახლა საჯარო სივრცეში ეს როგორ შეიძლება ხო ეს არც ქრისტიანულია და ეს საერთოდ არაფერში არ ჯდება მაგრამ მე არ მიკვირს რომ ის მკვახე და ხისტი მიმართვა ჰქონდათ ამ პიროვნების მიმართ რომელიც აქტივისტობდა ისე რომ აი ის აქტივისტები რომ მოგვაგონა ვითომ რომ ამათ დაამარცხეს ამ მამული ენასარწმუნოებისტებმა დიდი ლამპრით ხელში დაჭერილი დიდი ლამპრით რომ პოზირებენ ხოლმე აი ამ ადამიანებმა ამიტომ გეუბნებით აი კითხვაც ჩემი შემდგომში მდგომარეობს თქვენს მიმართ ეს დეპარტამენტი არა მხოლოდ პოლიტიკურ დევნას არამედ თქვენი აზრით არ მოემსახურება აი იმ ულტრალიბერალური და იმ გარყვნილთა და საერთოდ ქაოსის მეტი ქაოსის შექმნას მათთვის აი მათთვის სასათფურე პირობების შექმნას ამ ახალგაზრდამ მერე რომ მიმართა ვიღაცამ ხისტად და დაუწუნა კაცობა პირდაპირ დარეკა აი ამ დეპარტამენტში ამ ხაზზე და კმაყოფილი და ბედნიერი იყო ძალიან კარგად მიპასუხესო და იმოქმედებენ კიდევაცო დიახ გასაგებია იმოქმედებენ აქ ძალზედ მზაკვრული და არა ფარული მთლად რადგან ძალზედ გამოაშკარავდა ძალზედ მზაკვრული რამ ძევს და ეს მზაკრობა კიდევ ჩვენ თვალწინ იშიფრება თავისი შედეგებით არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის არათუ სახარბიელო არამედ განვითარებას რომ მოემსახუროს ჩვენს მომავალი თაობის ასე ვთქვათ შემეცნებას და საერთოდ ჩვენს ტრადიციასა და ღირებულებებს შეესაბამოს იოტის ოდენად მაინც და გამოსვლები ახლა მე ვერ ჩამოვყალიბდები ამ ადამიანებზე რომლებიც ოფიციოში ბრძანდებიან ხო წარმოადგენენ დღეს რომ დღეს ერთი თქვან და ხვალ მეორე არ თქვან მერე ზეგ მესამე არ თქვან მერე ისევე პირველს არ დაუბრუნდნენ ეს ადამიანები რომლებიც თავის სიტყვას ღალატობენ ქართველიერი გადააგდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და კიდევ რა ჩამოთვლის რაები აქვთ გაკეთებული როგორ გამორიცხავთ რომ ისევე იმ რელსებზე გადახდნენ თბილისის საპატიო მოქალაქეობა ვინ მისცა იმ პიროვნებას რომლის სახელი და გვარის ხსენებაც არ მინდა ეხლა აქ ეთერში აი ცნობილი როა თურმე და საქართველოს რომ ასახელებს ეს გათხოვილი კაცი არა გათხოვილი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ვინ დაკიდა და ვინ მიცა საპატიო ორდენი და ვინ ასე ვთქვათ მიანიჭა საპატიო მოქალაქეობა თუ არა ოვცნების გუნდმა ხო აქ ახლა მთელი 10 და 20 კაცი ხوار დაკიდებდა ერთი აკეთებს გუნდი აკეთებს შეგნებულად აღარ საუბრობ კორუფციაზე რადგან ეს საგულისხმო თემატიკა ახლა რაც ამ ბოლოს გითხარით ხო მინდა რომ გამოხმაურება პოვოს თქვენი მხრიდანაც და მე ტელეფონის ნომერს შევახსენებ რადიო მსმენელს და ტელემაყურებელი კი იხილავს და გთხოვთ თქვენი აზრი ასე ვთქვათ გაგვიზიარეთ მოგვაწოდეთ და ნუ იქნება ვრცელი და მეც შეძლების დაგვარად გიპასუხებთ ან შეგვიძლია დიალოგის რეჟიმიც გქონდეს ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნუ იქნება ძალზედ ვრცელი სხვა ადამიანმაც დარეკოს ჩვენი ნომრებია ჩვენი ნომერია 557 885588 და ეთერი გახსნილია ყოველთვის თქვენთვის იცით კარგად და თქვენი ზარების თავისუფლად შემოდის ხოლმე. აი სწორედ კითხვა შემდგომში მდგომარეობს. მხოლოდ პოლიტიკურ დევნას, რაც რა თქმა უნდა გაუმართლებელია, ოპონენტთა პოლიტიკურ დევნას მოემსახურება ეს დეპარტამენტი, როგორ ფიქრობთ? იქ ემანდ ვიღაცა გამოვიდეს ჯგუფი, რაღაცნაირი ფორმებით. გახსოვთ ალბათ გემახსოვრებათ ხალხს გვიჭერდნენ იმისათვის რომ სრულიად შეუიარაღებელნი ჩვენი სიმართლით
ლოცვით მამებთან ერთად ვიდექით და პოლიცია რა თქმა უნდა ჩვენ გვაკავებდა. ამის გამო ვამბობ სწორედად რომ ოფიციოზის ეს არასტანდარტული კონფორმისტული და არასტაბილური გონება და მიდგომები საით გადაიხრება კიდე არავინ არ იცის იცით თან რომ მკითხოთ უკვე ალაგებენ ამერიკასთან ურთიერთობებს ამერიკაც და ნებისმიერი ქვეყანა ვერ იქნება შენთვის სასიკეთო თუ უპირველეს ყოვლისა შენ არ იქენი ხერხემალში გასწორებული შენ არ გქონდა აქ მართლა წარმატებული ეკონომიკა რასაც ქვია სოფელი სოფელს დამგვანებული ქალაქი ქალაქს ხელფასი ხელფასს საზღვარი საზღვარს და ასე შემდეგ კიდევ რა ჩამოთვლის ასე რომ კითხვა მდგომარეობს გითხარით შემდეგში და აღარ მსურს გავიმეორო თუმცა კი შეგახსენებთ მაინც რომ მხოლოდ და მხოლოდ დევნას მოემსახურება თუ ამ ლიბერალური ჯგუფების კვლავ აღზევებას და მათი ნარატივების პოპულარიზაციას ეს რომც არ უნდოდეთ ასე ჩვეულებრივად ზარი შევა და ეს ადამიანები რეაგირებას მოახდენენ ამიტომ აქვს მზაკრული ხასიათი ასევე აი ამ დეპარტამენტის არსებობას თქვენი აზრი თუ შეიძლება დააფიქსირეთ ზარით და იმაზე ხომ საუბარი აღარ არის ახლა როგორც უწინ გამოვდიოდით აქ უკვე საუბარია მხოლოდ სიტყვაზე თუ შენი სიტყვა არ მოეწონა და დაუშვათ უწოდე ან არაკაცი ან სხვა სიტყვით მიმართე ახლა და არა ისეთი ძალიან ისეთი ბილწით აქაც ახდენენ რეაგირებას და გამოსვლაზე ხომ ზედმეტია საუბარი რომ შენ გამოხვიდე და ის ადგილი დაიკავო რომელ ადგილზეც შეიძლება მათ კონდეთ სწორება და რაღაცა როგორც უწინ იცოდნენ ხომ გასვლა გამოსვლა რა ვიცი მათ პრაიდი დაარქვეს პრაიდი ლომებისაა კაცო მათი პრაიდი სად გაგონილა აქ ხომ ადგილზევე დახვრეტა იქნება ალბათ სიტყვაზე გიჭერენ და მათ წინააღმდეგ გამოსვლის შესახებ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს როცა გვაკავებდა პატივცემული მამული ენასარწმუნოებისთი ფსევდოთ რა თქმა უნდა ოცნება ზარია ეთერში მოგძანდით საღამომშვიდობისა ბატონო გეგა გამარჯობათ ბექა ვარ გეგა ამჯერად აქ არ არის ბექა მადლობა გაიხარეთ გეგასაც საღამომშვიდობისა ქონოდეს როგორ გამდები მადლობა ღმერთს რა ვიცი თქვენ ხომ კარგად გაიხარეთ ლევანდელი თავრობის გადაწყვეტილება როგორც ჩვენ გაგვიხარდა აი ბავშვების წამალზე რა ხდება თუ ისევ ფასებივით არ მოახერხებენ ძალიან კარგი საქმე გაკეთდა გასაგებია კი ბატონო კარგია და აი ის გულბათ სიაზრო დააკავეს ეს არ არის კარგი საქმე ის ჯაშუქი არ იყო ყველაფერს ტელევიზორზე ამბობდა ყველას გასაგონად რაც შეეხება კოდახიძემ კარგად შეუდია ამერიკას და ეს არ მოწონს მაგრამ საქართველოს თავრობა და ქართველი ხალხი რუსეთისკენ წავა ჩინეთისკენ ირანისკენ ეს ამერიკას რატომ უნდა შეეკითხოს ამერიკა მიხედავს თავის საქმეს სოფლიოში ყველგან ცეცხლსამთებს ხალხს ახერხებს დომბებს აყრის თავზებრა რომ ხოცავს იმას მოუვაროთ და ქართველები ჩვენ როგორმე მოვიგდებით და გავაკეთეთ კარგ საქმეს საპატრიარქოსთან ერთად, თავრობასთან ერთად, ხალხთან ერთად შეთანხმებულებ და ისე კი არა ფაქტებში რომ მოგვაყვეს არ გამოვიდეთ თორემ მე ჩვენ უფრო მეტად ვიქოთ და ჩვენ გამოვალ ჩვენთან შადوار გაიხარეთ მადლობა ზარისათვის მადლობა მოკითხვისათვის მცირედ გეტყვით პასუხს თუ შეიძლება ჩემს მოსაზრებას რაც შეეხება გნებავთ ამერიკას გნებავთ ნებისმიერ ქვეყანას ხო ჰეგემონს რა ამ შემთხვევაში ჩვენ მონური დამოკიდებულება არც ერთის მიმართებით არ უნდა გქონდეს სოფლიო გლობალური პოლიტიკა დღეს რომ საჭიროებს დიპლომატიას რაც არ უნდა
თქვენი სიტყვით ცეცხლები ენთოს, ისი არასდროს. დიპლომატიის არ ქონა, პოლიტიკის არ ქონა. ასე რომ აი ამ მცირე პასუხიდან ალბათ აღმოიკითხავდით ძირითად პასუხს და მოსაზრებას ჩემსას. რაც შეეხება გულბაათს, გეთანხმებით თავისთავად, რომელ ჯაშუშობაზეა საუბარი. ზარია ეთერში მოგზავნით. დიახ, ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. გამარჯობათ ბატონო ეკა. გამარჯობათ. გამარჯობათ, მე მინდა ერთ საკითხს შევეხო. ბატონი პაპუაშვილი ხშირად მოიხსენიებს აუგად კომუნისტებს. ისა ჯობიან თავიანთ თავს მიხედავთ, თავიანთ პარტიას მიხედავთ, რა დღეში ხავთ ხალხი. კომუნისტები ზუსტ გავიზარდე მე სახლიც მომწეს თბილისში, ვისწავლე კიდევაც, შრომობდი კიდევაც. ეხლა წამოვიდეს ბატონი პაპუაშვილი, ჩაძეს ძველი ვილიში და მოიარეს სოფლები. გალახსნიათ, ყველაფერი თითო კაცი ხარ დადის ზოგიერთ სოფელში. რომელ კომუნისტებს დაცინით ეგ? რამე გაეგება სოფელი ჟრიამულობდა, შრომობდა ხალხი, კომუნისტებს რაც არ ქონდათ, კარგი რწმენა არ ქონდა, იმის გულისთვის დაისაჯეს. დანარჩენები ბევრი კაი ქონდა და ბატონი პაპუაშვილი დასაცინი კომუნისტები ნახდათ არ არიან. იმაზე მაგრამ ბევრი რამე გააკეთეს. ეს ხელმოსით არ შეიძლება. თვითონ რა გააკეთეს 14 წელიწად. ხალხი გაიგდა, სოფლები დაცარიელდა, არავის შრომა, არავის არ საქონელი, აღარ შრომა, არ мотивация დაკარგული სოფელში. მარტო თბილისში უნდა ვიძრეს და ვილაპარაკო. ტრიბუნიდან კარგია ლაპარაკი. წამოიდა ბეტონის შენობლობის შენობა დაანებე და ვიღაც მიხედეს სოფელს, თუ მაგარი ბიჭი ხარ. მიხედეს სოფელს, გინდა ბიჭინა, გინდა არ ფული თუ როგორ არის. ეგეთი და მე ვარ ეს ძალიან გამეხარ ეს ავანტი ბავშვები რომ დაახმაყოფილებ. ჯერ ვნახოთ ეს ლაპარაკი თუ არ დარჩა. მაგალითად მადლობას მოიღეს ავანტი ბავშვები მაი გაიმეტეს რაღაცა. კი ბატონო, გაიხარეთ. მადლობა ზარისათვის, შემოგიერთდებით იმ სიხარულში და თავიდანაც ამით დავიწყე. რა თქმა უნდა, სამადლობელს ვინც გააკეთებს უფლის შემდგომ, რა თქმა უნდა, მადლობასაც ის მიიღებს აუცილებლად. ნეტავ ისე მომხდარ იყოს, ალბათ ეს ძალზედ ილუზიურია, მაგრამ მაინც რომ იმდენი რამ გამოსწორებული იყოს საქართველოში, ძალზედ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციას რომ მტრად აღიქვამენ, ჩვენ არათუ მტერი, არამედ მოყვარე ვართ ჩვენი ქვეყნისა და თანამშრომლობა გვსურს ხელისუფლებასთან. არა იმ საკითხებში, რითაც ანგრევთ, რითაც სტრესავთ მოსახლეობას, არა, საერთოდ ქვეყნის აღმშენებლობა, რასაც ქვია, აი იმ საკითხებში თანამშრომლობის მოსურნენი ვიყავით ყოველთვის. მაგრამ თქვენ აი ვეთანხმები იმ პიროვნებას, ეგეც თქვენ. აი რა თქვა წეხან ხომ, ვინც დარეკა ეთერში, რომ თქვენ არა გაქვთ უფლება, რომ კომუნისტებზეც აუგი თქვათ. ეგეც თქვენ. დიახ, მომდევნო ზარს დაველოდებით და მეგობრებო, კარგს თუ კარგი არ უწოდე,ავს სახელად რა დავარქო, რეალურად, ანავს თუ ავი არ უწოდე, კარგ სახელად რა დავარქო. ჩვეულებრივი მოვლენა, აქ ხომ ჩასაფრება არასდროს ყოფილა. პირიქით, ხშირად გვითქვამს, რეცეპტები შეგვითავაზებია ახალგაზრდებისთვის, ოფიციოზისთვის, ხომ რომ აი იქნებ ასე აჯობებდეს. აი ესაა გამოსავალი. აქ ასეთი გამოსავალია, იცით? პერმანენტული ნაბიჯები სადაა გადასადგმელი, მაგრამ ერთი რამ არ გაითვალისწინეს. ფაქტი სახეზეა. ზარი ეთერში შემოუშვეთ. დიახ, მოგზანდეთ ეთერში ხართ. ეთერში ხართ, პატივცემულო, ისაუბრეთ, ჩემ ტელევიზორს დაუწიეთ და ისაუბრეთ. დიახ, გაითიშა, არა უშავს. აქ იმ მრავალ პრობლემაზე აღარ საუბრობ, რომელია ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა ის არის სათამაშო თქვენი სათამაშო ბიზნესი და ნარკო დამოკიდებულებებთან, საერთოდ ნარკოპოლიტიკა თქვენი. ეს ხომ
დიდი მართლა ცუნამია ჩვენი ერის თავზე, ჩვენი ქვეყნის თავზე. ეს ხომ დიდი საშინელებაა. ვერსად ადამიანი გარდა თბილი საქართველოსი, აი აქვე მეზობლად, ვერსად ვერ შევა, ვერ ითამაშებს კაზინოში, მერე იქიდან გამოვა და გეი კლუბში თუ, რა ვიცი, ჩვეულებრივ კლუბში გოგოს იყიდის თუ მამაკაც თუ, რა ვიცი, ჯვარი გვწერი. არსად და ეს ხდება თბილისში. აი იმ სიცოცხლის ქალაქში. კალაძემ რო უწოდა, ესაა სიცოცხლის ქალაქი? ზარია ეთერში მოგძანით. ალო. დიახ, ეთერში ხართ. გამარჯობათ. ბატონის თემატკენ კოლეგას ბძანეთ? ბძანეთ? მაგრამ მე მაგარ პაკისტანზე ერთი შეკითხვა მაქვს. პირადად თქვენ. ბძანეთ? აი ბოდიში რო თქვენი საფრთხე არ მახსოვს. მე ბექა მქვია. ბექა გენაცვალე. მე მყავს ბექა. გაიხარეთ, გაიხარეთ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 1-5 წლის მერე თქვენი საქართველო. აი გულახდილად მითხარი. ბოდიში რო გაწუხეთ. კარგით, სხვა რამ არა გაქვთ სათქმელი, მხოლოდ ეს კითხვა? კარგით, გაითიშა. ხო, მადლობა ზარისათვის, რა ვიცი, კითხვისთვისაც. იმდენად არაპროგნოზირებად გარემოში ვცხოვრობთ. იმდენად არაპროგნოზირებადი ხელისუფლებების პირობებში ვიმყოფებოდით. მაშინ 9 წელი, ეხლა 14 წელი დაემატა ბატონო. იმდენად არაპროგნოზირებადი სოციუმი და საერთოდ მომავლისკენ სწორება, მომავალი ბურუსმოსილია, ნამდვილად. რა გითხრათ? მე არათუ 5 წლის თავზე, არამედ შემიძლია გითხრათ, წელსვე იქნება დიდი გამოსწორება თუ ქართველი ერი მეტად მზრუნველი ურთიერთზე, მეტად მზრუნველი საკუთარ სულზე, მეტად მლოცველი, მეტად მშრომელი და მეტად თანაალბომის მოსურნე და ერთიანობის ძალის მჩვენებელი იქნება ხელისუფლებისათვის, ვინც არ უნდა იყოს სათავეში. აი, მალევე დადგება შედეგი, თორე ისე რიტორიკული კითხვაა. ზარია ეთერში. გამარჯობა ბატონო ბექა. გამარჯობათ. როგორ განდები? მადლობა ღმერთს, თქვენ ხომ კარგად? გილოცა, ლომისობა გილოცა. ჩვენც მეც გილოცავთ. ხარეთ რაიმან გირეკა ისე გაიხარეთ, გაიხარეთ. ხო, ეხა შეუთვალოთ მოთხოვს რაღაცა მიზეზი. კი ბატონო, გადავცემთ. ო, მე გეტყვით რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეტათ უნდა დავდგეთ. იმ ამათყოფავზე დავდგეთ ხარში 5 ლარი იქნება თუ 20 ლარი იქნება, გატო კი ბატონო, ჩემი და წამოვა. ხოთა შორის მე მრავალწლიანი მამა ვარ. ვიცი გაჭირება რაც არის. ვიცი ხო და ის 10 ლარი 20 ლარი იმისთვის აბევსად იქნება. დიახ. ბევსად იქნება. იმიტომ რომ მე ემედები ამას. ეს შვილის და ხუთი შვილის პატრონია. ო და წარმომიდგენია რომ აბა გაჭირება ეგ არის და ეთი ჩამოვდანის კარეს რაიონში, ეთი შემოვკრივოთ ეთი 25 კაცი რა, 25 კაცი მინიმუმი. გაიხარეთ, გენეს. უზერო ჩვენი ხედვები, ჩვენი წუხილი, ვისკივილი, საქართველოს სიყვარული რა არის, ჩვენი მომავალისაობის რა არის, ვასწავლოთ ერთმანეთს. ო და შემდგომში ვიმოქმედო. უნდა გავიმარჯვოთ 2000 ეს ბანკები უნდა მოგვაჭროთ. იცოცხლეთ, გაიხარეთ. მადლობა ზარისათვის. რაც შეეხება პატვიცემულებო, ასე ვთქვათ, კიდევ ერთ ინფორმაციას მინდა იცოდეთ, რომ ეს გვერდში დგომა, ერთიანობა, საერთო მუხტის გაერთიანება, კონსოლიდირება ისი არ მოვა თუ ჩვენ ერთმანეთთან, ასე ვთქვათ,
შეხვედრები უფრო არ გავააქტიურეთ. ჩვენ რა თქმა უნდა ერთ ადგილზე არა ვართ და მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებით. ზოგჯერ ტრანსპორტში დიდი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობთ. თბილისი იქნება თბილისის გარეთ თუ ასე შემდეგ ნებისმიერ ფორმატში. და რაც შეეხება ინფორმაციას, ეს მოწოდება იქნება ალბათ, რომ სწორედაც აი ამ მრავალ პრობლემაზე არა მხოლოდ სასაუბროთ, აი ადამიანები, რომლებიც ეთერში გვერდში დგომით გამოირჩევით, ხო? ლექსიკით, თეორიულად, აი პრაქტიკულადაც რომ მზად ახართ, რომ ამ ქვეყნისათვის თითო თუ ორ-ორი თუ რამდენიც შეგვეძლება აგური დავდოთ, აღშენებლობისათვის ჯერ პრობლემის მოსაგვარებლად და შემდეგ გრევის გასაჩერებლად და შემდეგ აღშენებლობისათვის ესეთი ადამიანები მრავლად ბატონო ჩემო, მრავლად რაც შეიძლება მობრძანდით ნუ დაიზარებთ. თბილისში ვართ ჩვენ, ეს სტუდია სადაც მდებარეობს, აქ არის მთელი ამ პატრიოტული ფრონტის, ამ ეროვნული ერთობის, ასე ვთქვათ, ოფისი. დიახ, ეს ოთახი არ არის, რა თქმა უნდა, ხო, მხოლოდ ამ შენობაში. ასე რომ, გელოდებით, მობრძანდით ყოველ პარასკევს. ყოველ პარასკევს შეგიძლიათ. აი, მომდევნო პარასკევიდან შეგვიძლია დავიწყოთ. გნებავთ ახლა 1-2 კაცის მოსვლა, რა მოსვლა, ხვალაც პარასკევია. ყოველ პარასკევს 5 საათზე შეგიძლიათ მობრძანდეთ და დავინახოთ ერთმანეთი. ვინც არ ვიცნობთ, გავიცნოთ ერთმანეთი. სამომავლოდ ვისაუბროთ აქტუალურ თემაზე და არა ისე რიტორიკა და ასე შემდეგ. ჩვენს ძირითად სატკივარზე. ზარია ეთერში მობრძანდით. მოგესალმებით ბატონო ბექა. გამარჯობათ. 2 წუთი დაგვრჩა ბატონო ჩემო. 2 წუთი დაგვრჩა და იქნებ კითხვაც მოჩაატიოთ. ხო, სოფლებში. გაიცოთ. გისმენთ, ეთერში ხართ. სოფლებში გაზეთ ნაკლებია ხალხი. სკოლას როგორც დაამთავრებს ახალგაზრდა. უკვე გარბის თბილისისკენ სამუშაოდ. დიახ. და დაცა მოხუცი ხალხი. სოფლებიდან ძალიან რთულია. გულით მინდა რომ თქვენს გამოსვლებზე მივიღო მონაწილეობა. ზვიადის პერიოდში ძალიან ხშირად დავდიოდი. კი ბატონო. ამიტომ თბილისმა უნდა იაქტიუროს. თბილისმა მთავარი ეს უნდა გაიგოს. მე ამ ოცნების აქტივისტების მუშაობა როგორია? ესენი აქტივისტები კი არ არიან. ესენი არიან ჩამსვლებები. უბრალოდ ხალხის პირადობის ნომერს დაიწერენ და გაიგებენ. ეკითხებენ თუ რომელ პარტიას უნდა მისცენ ხმა. და ამის მიხედვით მოახსენებენ. და ისინი მათ უკვე იციან, ვის როგორ უნდა მოეკიდონ. ვის მოიყიდონ. ან ვის უნდა დაემუქრონ. ვის უნდა მოხსნა სოციალური დახმარება და ასე შემდეგ. დიახ, გენაცვალე, დიახ. ჩვენ წამები დაგვრჩა. დიდი მადლობა პატივცემულო ზარისათვის. ვინც ვერ ახერხებს რაიონიდან ჩამოსვლას, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ესეთი ადამიანები, ესეთი, ასე ვთქვათ, პიროვნებები და ვინც მოახერხებთ, გითხარით, რომ ყოველ პარასკევს 5 საათზე შეგიძლიათ მოსვლა თბილისი ცაგარელის 74 ნომერი. გვიმეორებ თბილისის ცაგარელის 74 ნომერი. მიცკევიჩის პარალელური ქუჩა. დიდი მადლობა უფალს შემოქმედს ყველაფრისათვის. დიდი მადლობა ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს, ჩვენს საეთერო ჯგუფს, უკეთესი სიმედით და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.